პოზიტივი მე არ მახსენდება, მეგობრებო, თუ თქვენ გაგახსენდებათ შემომაშველეთ, როდის შესთავაზეს ამ ქვეყანას, შეიძლება ხელისუფალი გერქვას, თუ რაც ქვია და სულ ნეგატივზე ყავდეს შესმული მთელი ყველს გააიაფა ერთი რა, აი ამ კობახიძემ ერთი პოზიტივი ალბათ ეგ იყო რა. ეგეც არის ხო? პირველ რიგში მოგესალმები, ინგა მივესალმები სტუმრებს და ჩვენს სინდისის პატივნებს მოვიკითხავთ და მხნეობას უსურვებ. ჩვენ შევხედოთ მთლიანად პროცესს, 4 მთავარი პარტიის, რომელიც რეალურად წინააღმდეგობა გაუწია და დაამარცხა ქართული ოცნება, ყველა 4 პარტიის ლიდერი ან ესე ვთქვათ დაკავებულია, ან სისხლის სამართლის მოქმედის საქმე მიმდინარეობს და ან მისჯილი აქვს და ზოგი გაქცეული. ანუ ის 4 მთავარი ძალა, რომელსაც უნდა ესე ვთქვათ დაამარცხოს ოცნება, არის ნეიტრალიზებული ესე ვთქვათ რა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამ პარტიებში არიან ქვევით კიდევ ხალხი, ვინც გააგრძელებს ამ ბრძოლას. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ ამ 4 პარტია შედგებათ ეს ვთქვათ ორი ხედვისგან, ხო? ერთი არის ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ და მეორე არის რომელიც არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის. ჩემი აზრით უნდა მოხდეს კონსოლიდაცია ამ ორი დიდი ცენტრის და გაძლიერება ძალიან ძლიერად. ჩვენ არ უნდა შეცდომა იყო, როცა 4 ესე ვთქვათ პარტიის გასვლა მოხდა და 10%-ით ვებრძოლეთ რა. ორი დიდი ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს და ჩვენ რა გვაქვს ახლა საბრძოლო? ყველაზე მთავარი რაც არის. რითი შეიძლება ყველა პოლიტიკური აქტორი გაერთიანდეს და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ერთადერთი დამარცხების ივანიშვილის დამარცხების გზა მიგვაჩნია არჩევნები, ხო? ჩვენ გვაქვს საშინელი საარჩევნო გარემო და მდგომარეობა. ანუ ფაქტიურად 80%-ით ყველაფრის შესაძლებლობა აქვს ქართულ ოცნებას. ჩვენ უნდა შევძლოთ და პოლიტიკური ველი შეთანხმდეს რომ რა თამაშის წესებით შევდივართ არჩევნებზე და რა უნდა ვაიძულოთ ქართულ ოცნებას, რომ იმ თამაშის წესებით ღირდეს არჩევნები. ჯერა უნდა, როგორ უნდა აიძულო, ამაზე არის საუბარი. არაფერი ეთყობა ქართულ ოცნებას, რომ ის რაიმეზე იძულებით შეიძლება წავიდეს. ამას ზუსტად ამას ვიძახი, როცა ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა პოლიტიკური აქტორი თანხმდება, რომ აი ეს არის თამაშის წესები. მერე უკვე ღირს ბრძოლა ყველა ერთიანად, იმზე არა პარტიული ბრძოლა, არამედ იმ თამაშის წესებისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც ღირს და ამისთვის უნდა დაიწყოს რეალურად დღეს პოლიტიკურმა ველმა მოძრაობა, რომ მერე გვიანი არ იყოს და ბოლო წამს კიდევ უფრო არ გაამძაფროს კანონები. არჩევნები მოვიგეთო და საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო უჭერენ, რომ კიდევ უფრო მარტივად ესე ვთქვათ გააყალბონ არჩევნები. ეხლა მე აქ ვუყურებ რა, დააკვირდით ნებისმიერი მოქმედება ქართული ოცნების. ჩვენზე 2 წლის წინ იძალადეს 500 კაცი აწამეს აქედან 60 ადამიანი თვითონ ყავთ აღიარებული, დაზარალებულად. მათ შორის მე და 4 კაცი თუ 3 კაცი დაიჭირეს მარტო ეხა. არც ერთი ადამიანი არ ყავთ დაკავებული და ახალგაზრდები დაიჭირეს მოძალადეებად მონაცლეს და 19-20 წლის გოგო ბიჭები მოძალადეები იყვნენ თურმე არა და თავს იცავდა თითეული მათგანი. იმ უხირსის აქციელისგან რაც ეს პოლიციელები ჩადიოდნენ. იგივე საკეთებენ ეს ხო კაკებე სკოლა, იგივე საკეთებენ ეხლაც. რეალურად ვინ მოუწყო საქართველოს სახელმწიფოს საბოტაჟი, მოუწყო კობახიძემ და ივანიშვილმა, მათ უღალატეს ჩვენ სამშობლოს. მათ გააფორმეს ბელარუსულ კაკებესთან ხელშეკრულება, მათ წაართვეს, გადასცეს მიწები გორში, იმას რა ქვია, ოსტეთ სამაჩაბლოს. მათ გააფორმეს ეს ყველა თვითონ არიან ესენი და ეხა სხვებს აბრალებენ იგივეს. ანუ ეს არის ერთგვარი ეს ვთქვათ სარკის ეფექტი რა, რომ დააბრალოს სხვას, რაც ხარ შენ. და ჩვენ ამ მოცემულობაში ვართ. ეხლა 2 კვირა გავიდა, სახელმწიფო ქვია, ხო? ქვეყანა ვართ. 2 კვირა გავიდა. ადამიანები, რომლებიც არიან კანონდებლები და უნდა ასწივებდნენ თავარ რამეს, რომ კანონი დაიცვა. ოფიციალურად, ჯგუფურად იძალადეს 5 ადამიანზე იქიჯდა შინაგან საქმეთა მინისტრი, იქიჯდა პროკურორი და პატრიარქის სკამზე ამხტარი მოძალადე კანონდებლები, რომელმაც 6 თვის წინ გაამკაცრეს საჯარო მოხელეზე ჯგუფური ძალადობის კანონი და 13 წელს ითვალისწინებს. პირდაპირ ყველა პროცესი არის ხელის გულზე.
და არა თუ ინგას ვინმე დაიჭირეს და პარტიიდან გააგდეს. სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღწევს. ანუ პროცესიც არ დაიწყეს. პირდაპირ მოძალადეები ყავს, მოლაძალადეები ყავს პოლიციაში, მოძალადეები ყავს პარლამენტში და გავიხსენოთ, რისთვის ზის მათედევიძე 4 წელიწადნახევარი, რისთვის აქ მიჯილი? ჯოხის მოქნევისთვის, ხო? ხელზე მოხდა და 4 წელიწადნახევარი გაუშვეთ ანგელოზივით ბავშვი. ამ დროს ხედავთ გორდულაძე როგორ პატრიარქის კამზე შემხტარი, როგორ ურტყავს გამწარებით თავის 10-20 მეგობართან ერთად გოგო ბიჭებს 5 კაცს. ჩვენ ვნახეთ როგორ გაარტყა ტალახაძემ სილა ბიჭ და ჩვენ ვიცით რომ ზია ამაღლობელს რომელსაც აგინეს, აფურთხეს, ღირსება შეულახეს და ხელი მოარტყა 3 წლამდე ციხეში ზის ქალი. ჩვენ ვხედავთ ამ დროს ტალახაძე მილიონებს იღებს საქართველოს ბიუჯეტიდან, აქვს რაღაც მიწები, ბიზნესები და ოფიციალური მოძალადე გვიზის პარლამენტში და გვიქმნის კანონებს. იქ იჯდა ეს კობახიძე და დინარაძე, რომელიც ხედავდით რომ პირდაპირ აძლევდნენ ესე ვთქვათ ინსტრუქციებს რა უნდა ეკეთათ, როგორ უნდა ეძავადათ. ეს ხო პირდაპირ ეთერში ვნახეთ. თუ იძახეთ კარგად ჩამოაყალიბეთ სხვათა შორის, ხო? აი მოძალადეების სახე და იმ ფონზე, როცა ძალადობისთვის ბავშვები არიან ციხეში გამოკეტილი. ეხლა რომ კობახიძეს ან დინარაძეს იქ ერთი სიტყვა რო ეთქვათ, იქ ყველაფერი არ გაჩერდებოდა. რა თქმა უნდა არ უთხრეს და რა თქმა უნდა ეს თითეული ეს საქმე 30 თუ არ ვცდები 30 წლის მერეც შეიძლება ესე ვთქვათ აღიძრას და ასე რომ ყველა მათგანი როგორც ორგანიზატორები ისე დეპუტატები თუ დღეს არა ხვალ და როცა შეგცვლით ხო აუცილებლად აგებთ სათითაოდ პასუხს ირაკლი